სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება საერთაშორისო IT კომპანიამ შემოსავლების სამსახურს სასამართლოს ორი ინსტანციაში დავა მოუგო. დავის საგანს 2021 წლიდან საგადასახადო პრაქტიკის ცვლილება წარმოადგენს, რა დროსაც კომპანიას, რომელიც ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 2018 წლიდან აქვს მინიჭებული და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების შედეგად გადასახადი და ჯარიმა დააკისრა. როგორც ცნობილია, საგადასახადო პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტრო განვლილ პერიოდზე საინფორმაციო ტექნოლოგიურ კომპანიებს რამდენიმე მილიონ ლარს ედავებოდა. აღნიშნული საქმის იურისტის ინფორმაციით, დავა, რომელიც 2022 წლის იანვრიდან მიმდინარეობს, სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა. ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა სააპელაციო ინსტანციამაც. რაც ცვლის ასეთი პრეცედენტი სხვა კომპანიებისთვის, რამდენად ბუნდოვანია არსებული კანონმდებლობა და როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა ამ დარგის განვითარების მიზნებისთვის, მათ შორის რეგულაციებთან მიმართებით, ვირტუალური ზონის პირთა კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალს გაგვიზიარებს. შორენა, მოგესალმებით, პირველ რიგში უღრმესი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, ელენე, პირიქით დიდი მადლობა ჩართვისთვის და ამ საკითხით დაინტერესებისთვის. შორენა, მადლობა თქვენ. ჩვენ ხშირად გვისაუბრია განვლილ პერიოდებში ჩვენს პლატფორმებზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო პრაქტიკის ცვლილება იყო ერთ-ერთი დავის საგანი ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებისთვის, იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ რამდენიმე ათეული საქმე ამასთან დაკავშირებით, როცა შემოსავლების სამსახური ედავებოდა მათ უკვე განვლილ პერიოდებზე გადასახადს. შორენა, კონკრეტულად ამ კონკრეტულ кейსზე მინდა გკითხოთ, თქვენ რა როლი გქონდათ ამ დავის პროცესში პირველ რიგში ასოციაციას და რა კრიტერიუმები იქნა ამ შემთხვევაში მოყვანილი საგადასახადო ორგანოს მხრიდან, რის საფუძველზეც მოხდა, ასე ვთქვათ, ამ გადასახადის დაკისრება კონკრეტულად ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული კომპანიისთვის. ელენე, დიახ, თქვენ სრულებით მართალ ბრძანდებით, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის განვლილი პერიოდი, როდესაც 2021 წლიდან აღნიშნული სტატუსის მქონე კომპანიები მოექცნენ მასიური აუდიტის ქვეშ საგადასახადო უწყების მხრიდან და მე ამ დეტალებზე აღარ შევჩერდები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავავრცელოთ მაქსიმალურად ინფორმაცია სწორედ ამ გადაწყვეტილების შესახებ, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილების პრეცედენტული მნიშვნელობა განისაზღვრება არა მხოლოდ იმით, რომ ჩვენმა წევრმა კომპანიამ ეს საქმე მოგებით დაასრულა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი ის მნიშვნელოვანი განმარტებები, რომელიც გააკეთა სასამართლომ როგორც ამ кейსთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად საგადასახადო უწყების მიდგომებთან დაკავშირებით. ეს კომპანია ასოციაციის წევრი არის 2022 წლიდან და ისიც მოექცა იმ აუდიტორულ ტალღაში, რომელიც იმ პერიოდში დაიწყო და დაჯარიმების საფუძველი რეალურად ამ კომპანიასთან დაკავშირებით გახდა არა საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნა, რაც ერთ-ერთი საფუძველი იყო საგადასახადო უწყების მხრიდან სხვა კომპანიებთან მიმართებაში, არამედ საგადასახადო უწყებამ მიიჩნია, რომ დივიდენდის სახით გატანილი შემოსავალი ექვემდებარება გადაკვალიფიცირებას და უნდა მოხდეს შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა აღნიშნულ კომპანიაზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ რეალურად იმ პერიოდისთვის საგადასახადო უწყება სხვადასხვა მიზეზებს იყენებდა და პოულობდა იმისათვის, რომ მომხდარიყო კომპანიების დაჯარიმება, ანუ თუ არ იყო ერთი საფუძველი, მაშინ აუცილებლად აღმოჩნდებოდა რაღაც სხვა დამატებითი საფუძველი. ამ კონკრეტულ კომპანიასთან მიმართებაში, როგორც აღვნიშნე, პროდუქტის შექმნა არ დამდგარა კითხვით ნიშნის ქვეშ, რადგანაც კომპანიის ხელმძღვანელი თავად იყო
საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი შესაბამისად მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნა მიიჩნია შეღავათთან შესაბამისობაში საგადასახადო უწყებამ. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ პირველი მეთოდური და მეორე მეთოდური მითითების დროს საგადასახადო ორგანო პრინციპულად მიყვებოდა იმ პოზიციას, რომ კომპანიაში უნდა ყოფილიყო დასაქმებულები, აი სწორედ ამ საფუძვლით, რადგანაც ამ კონკრეტულ კომპანიაში არ იყო პროფილური განხრით დასაქმებული სხვა პირები, შესაბამისად საგადასახადო უწყებამ მოახდინა კომპანიის დაჯარიმება და გადააკვალიფიცირა, ასე ვთქვათ, დივიდენდის სახით, რაც ჰქონდა კომპანიის დამფუძნებელს გატანილი, აი ამ თანხის გარკვეული ნაწილი გადააკვალიფიცირა და დაარიცხა საშემოსავლო ნაწილი. მნიშვნელოვანია უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითონ ამ კომპანიის ხელმძღვანელი თავად იყო დეველოპერი, რომელიც ასევე იხდიდა ხელფას, ხო, ასე ვთქვათ, ეს ნაწილიც მოწესრიგებული იყო თავად კომპანიაში, თუმცა არასაკმარის ოდენობად მიიჩნია საგადასახადო უწყებამ და მოახდინა კომპანიის დაჯარიმება. შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, დავის პირველივე დღიდანვე ჩავერთეთ პროცესში. მე აუცილებლად მინდა აღვნიშნო ამ ეთერში, რომ თავად დავა მიყავდა Just Advisor-ის წამყვან იურის გიორგი ჟუჟუნაშვილს, რომელმაც ნამდვილად ძალიან პროფესიულად წაიყვანა ეს საქმე და შესაბამისად მივიღეთ ეს кейსი, წარმატებულად დასრულდა. შარლია, რა არგუმენტები იქნა ამ შემთხვევაში გათვალისწინებული სასამართლოს მხრიდან, რამაც ესეთი გადამწყვეტი როლი ითამაშა აი ამ საქმის მოგებაში, როგორც ვახსენეთ, ორ ინსტანციაში ეს საქმე არის სწორედ ამ IT კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვეტილი. აი რა იყო ის არგუმენტები, რაც გაიზიარა ამ შემთხვევაში სასამართლომ? დიახ, ელენე, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ალბათ მთელი ჩვენი ამ დიალოგისა, რომ ყურადღება მივაქციოთ რა განმარტებები გააკეთა სასამართლომ. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება, რომელიც სასამართლომ გააკეთა, ეს იყო სწორედ იმ მეთოდურ მითითებასთან დაკავშირებით, რომელიც საფუძვლად ედო ყველა გადაწყვეტილებას საგადასახადო უწყებაში, ხო? რასაც ჩვენ დაწყებით, ანუ თავიდანვე სწორედ ამაზე ვაპელირებდით ასოციაცია თავის პოზიციაში, რომ არ შეიძლება, რომ მეთოდური მითითება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციულ აქტს. სწორედ ამაზე გააკეთა მითითება სასამართლომ, რომ ეს არის შიდა უწყებრივი ინსტრუქცია და ის არ არის ნორმატიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტი და ფაქტობრივად პირდაპირ მიუთითა სასამართლომ, რომ დაუშვებელია, რომ გადასახადის, გადახდის, შეზღუდვას და ასე ვთქვათ, დაწესებას საფუძვლად დაედოს ეს მსგავსი სახის შიდა უწყებრივი ინსტრუქცია. სასამართლო პირდაპირ მიუთითებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ანუ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს. ეს არის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენ ყველანი კარგად ხვდებით, რომ ფაქტობრივად ეს მეთოდური მითითებები, რომლებიც რეალურად თავად საგადასახადო უწყების მხრიდანაც ჩანდა, ის არათანმიმდევრული მიდგომა, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს სამი განსხვავებული მეთოდური მითითება იყო გამოცემული. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა სასამართლომ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, განმარტება, რომელიც გააკეთა სასამართლო, ეხება იმას, რომ სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში განიხილა არა მხოლოდ ადმინისტრაციულ და სპეციალურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ანუ მიმართებაში აღნიშნული დავა, არამედ დაადგინა კონსტიტუციასთან მიმართებაშიც დარღვევა. კერძოდ, სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 67 მუხლზე, სადაც პირდაპირ არის განმარტებული, რომ ნებისმიერი გადასახადი, ნებისმიერი მოსაკრებელი, მისი
შემოღების წესი, მისი განაკვეთების განსაზღვრის წესი შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონით და არა სხვა ნებისმიერი და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი და ამით დავასრულებ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებას ეხება, ეს არის წინააღმდეგობა ასევე ზოგადად სამეწარმეო სამართლის პრინციპთან და კანონმდებლობასთან, რაც გულისხმობს თავისუფალი მეწარმეობის პრინციპს. ანუ მეწარმე სუბიექტი თავად არის უნდა იყოს დამოუკიდებელი თავისი სამეწარმეო სტრუქტურის განსაზღვრაში, ხო? იმიტომ რომ კანონი გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ერთი პირის მიერ იყოს დაფუძნებული. შესაბამისად, ესეთი ინტერვენცია სხვადასხვა საგანსახო უწყების მხრიდან ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ასევე ამ სამეწარმეო კანონმდებლობას. კი ბატონო, შორინა, თავად ამ საქმის იურისტი პირდაპირ ამ ფორმულირებას იყენებს, როცა ჩვენ მქონდა მასთან კომუნიკაცია, რომ ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება, რას ველოდებით უკვე ამის შემდეგ მსგავსი кейსი, როცა უკვე არსებობს პრაქტიკაში, ამას რა გავლენა შეიძლება ქონდეს სხვა ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებზე და გარდა ამისა, კიდევ რამდენი მიმდინარე დავა არსებობს უშუალოდ ასეთი кейსი რამდენად ხშირია, როცა ედავება კომპანია საგადასახადო ორგანოს განვლილ პერიოდზე საგადასახადო პრაქტიკის ცვლილებას და ეს გადაწყვეტილება რა გავლენას მოახდენს ასეთ საქმეებს? აუცილებლად მოახდენს ელენე, პირველი ეს არის, რომ დავა პირველ და მეორე ინსტანციაში და მნიშვნელოვანი რომ მეორე ინსტანციამ, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, უცვლელად დატოვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდა, ასე ვთქვათ, ეს დადებითი გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ და მეორე, როგორც უკვე აღნიშნე, მნიშვნელოვანია და პრეცედენტულია, იმიტომ რომ სასამართლომ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი რამოდენიმე განმარტება, რომელზეც მე ცოტა ხნის წინ თქვენ გესაუბრეთ და მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ვირტუალური ზონის კომპანიებთან მიმართებაში ასე ვთქვათ, პრაქტიკა ჩამოყალიბებული არ არის და რეალურად შეიძლება ითქვას, ეხა ყალიბდება, ეს გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისითაც აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც როდესაც გავეცანით ამ გადაწყვეტილებას ძალიან კარგად იყო დანახული და არა ვიწროთ, არამედ ძალიან ვთქვათ, გლობალურად იყო შეფასებული და კონტექსტი რა თქმა უნდა იყო გათვალისწინებული სასამართლოს მხრიდან. ამიტომ აუცილებლად იქონიებს, მე ვფიქრობ, მიმდინარე დავებზეც იქონიებს გადაწყვეტილებას და თქვენ ალბათ დამეთანხმებით, რომ ზოგადად პრეცედენტები ქმნიან, მინიმუმ იურისტებისთვის ძალიან კარგ გზამკვლევს, ხო? კი ბატონო, შორინა, ჩვენ გვახსოვს, როცა იყო ესეთი პირველი შემთხვევები საგადასახადო პრაქტიკის ცვლილების, მაშინ თავად ფინანსთა სამინისტრო ამბობდა, რომ ასეულობით კომპანია, რომელსაც ედავებიან რამდენიმე მილიონ ლარს, ხო? თუ შეგიძლიათ განგვიახლოთ მონაცემები, საერთო ჯამში როგორ შეიცვალა ეს მაჩვენებლები, რამდენი კომპანია შეიძლება იყოს უკვე დავის პროცესში, ან ხომ არ ჩამოეწერათ ამ კომპანიებს ეს დავალენება თუ რა პროცესი მიდის ახლა დღეს? დიახ, რამოდენიმე კომპანია, ჩემი ინფორმაციით, რაც შეეხება ასოციაციის წევრებთან დაკავშირებით, ჩვენ რეალურად რამოდენიმე კომპანიას ჰქონდა დავა, სასამართლოში გადასული ერთი დავა დამთავრდა ასოციაციის წევრის, ასე ვთქვათ, გამარჯვებით, ერთი დავა ჯერ კიდევ პროცესშია და ერთ დავაზე მოხდა სარჩელის გამოთხოვა, იმიტომ რომ შემოსავლების სამსახურმა თავად დააკმაყოფილა ასოციაციის წევრის პოზიცია. დავები ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაში იმდენად არ არის, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნე, მოხდა გარკვეული განმარტებების გაცემა, მოხდა გარკვეული პრაქტიკის ჩამოყალიბება ელენე უკვე და ამან გარკვეულწილად დაასტაბილურა დღეს არსებული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კომპანიების ოპერირება. ამას მიუთითებს ასევე გარკვეულად ის ციფრები და სტატისტიკა, იმიტომ რომ 2022-23 წელი ძალიან რთული პერიოდი იყო. შემდეგ 24 მეტნაკლებად ასე ვთქვათ დასტაბილურდა, თუმცა მეორე ნახევარი ისევ კლების ტენდენცია იყო, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით გვაქვს სტაბილური მაჩვენებელი და ინტერესიც. კი ბატონო, სანამ ინტერესზე კითხავთ, რადგან სტაბილურ მაჩვენებლებს ახსენებთ, ჩვენ დღეს საგადასახდელო ბალანსზე დაყრდნობით BMG-ის პლატფორმაზე
ფორმაზე განვათავსეთ ასევე განახლებული ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომ პირველი კვარტალი საკმაოდ წარმატებული იყო ამ ინდუსტრიაში. თითქმის 70%-იანი ზრდა არის შემოსავლებში თუ შევადარებთ წინა წელს და ვიცით, რომ წინა წელს საკმაოდ დიდი კლება იყო, თითქმის 100 მილიონით შემცირდა შემოსავლები ამ ინდუსტრიაში. აი ეს პირველი კვარტალი რით იყო გამორჩეული შორენა, რამ დაბუსტა რეალურად ეს სექტორი და მათ შორის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებს რა წვლილი ჰქონდა მთლიანად ამ სექტორის შემოსავლების ჯამურ ზრდაში? ელენე, დაგეთანხმებით, რეალურად ტენდენცია ჩვენს შემთხვევაშიც ვირტუალური ზონის კომპანიებთან დაკავშირებითაც ანალოგიური ფიქსირდება. თუ შევადარებთ პირველი კვარტალის მონაცემებს 2025-სა 24-თან მიმართებაში მატება არის ცალსახად. რაც შეეხება დაბუსტვას, მე ისევ ჩვენი სტატუსის მქონე კომპანიების ჭრილში განვავითარებ ამ თემას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს განაპირობა პრაქტიკის საგადასახადო უწყების მხრიდან რეალურად პრაქტიკის მეტნაკლებად განჭვრეტადობამ, ჩამოყალიბებამ, რამაც განაპირობა კომპანიების მშვიდ და სტაბილურ გარემოში ოპერირება შედარებით, ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ასევე მე ვფიქრობ, რომ რეალურად მოხდა უკვე გაცხრილვა იმ კომპანიებისა და იმ IT სპეციალისტებისა, რომლებიც ასე ვთქვათ მიგრაციული ნაკადით შემოვიდნენ საქართველოში და ვინც ასე ვთქვათ გავიდა და ასევე მე ვფიქრობ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, რა თქმა უნდა საგადასახადო შეღავათები, იმიტომ რომ მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს თავისი საგადასახადო საშეღავათო მოდელით კვლავ მიუხედავად გარკვეული ფაქტორებისა, კვლავ ძალიან საინტერესო ლოკაციად რჩება IT სპეციალისტებისათვის, ამიტომ საგადასახადო შეღავათები უპირობოდ ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ინფორმაციით რამოდენიმე საერთაშორისო მსხვილი კომპანია შემოვიდა საქართველოში, ალბათ ესეც არის მაჩვენებელი და განსაკუთრებით ასევე აი მაგალითად ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებთან დაკავშირებით, აი სტატისტიკურად პირველ კვარტალში ყველაზე დიდი საბიუჯეტო შენატანი გაკეთდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. და რატომ? იმიტომ რომ განემარტა კომპანიებს, რომ არ არის აუცილებელი, რომ უკაცრავად IT სპეციალისტი იყოს საქართველოში. მთავარია კომპანია იხდიდეს მის საშემოსავლო გადასახადს. აი ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენთან მიმართებაში, რაც აისახა კიდევაც ბიუჯეტის გადასახადებში ყველაზე მზარდი გადასახადია საშემოსავლო, რაც ასევე უნდა აღვნიშნოთ, ეს არის ხელფასები, ეს დარგი ზოგადად არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი და ალბათ უნდა აღვნიშნოთ თავად სახელმწიფოს გაცხადებული ყოველ შემთხვევაში პოლიტიკა იმისა, რომ საქართველოს მოიზიდონ ინვესტიციები ამ მიმართულებით, დაასტაბილურონ შიდა გარემო ქვეყანაში და შექმნან მნიშვნელოვანი საინტერესო და გამართული, რაც მთავარია საკანონმდებლო ჩარჩოება. კი ბატონო. შორნე ძალიან დიდი მადლობა, რომ განგვიახლა ინფორმაცია თუ რა ხდება თქვენს სფეროში, მათ შორის ამ დავასთან დაკავშირებით. მადლობა კიდევ ერთხელ ჩართვისთვის. შორენა კოპალეიშვილს ვშვიდობდები ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.